მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ესე იგი ახალი პროექტის დაწყება გვინდოდა YouTube-ისთვის. მინდოდა, მაგრამ რამე ინტერნეტ პროექტი. და ბევრი ვიფიქრეთ. თავიდან გვინდოდა რაღაცა სამზარეულოზე, კულინარიაზე, ჭამაში, მაგრამ მან ჯიბრი. ცომი ჩემი არ არის. თან ასუქებდა ეს პროექტი. მერე ვიფიქრეთ, რა იყო მეორე? არა, თევზაობა და ნადირობა. მაგრამ მე გვასოსია. ხო, მე ჩემი YouTube არხი მაქვს ვასწამდა. და წაიღე შეიყოს თქო უთხარით პირდაპირ. მოკლედ, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ რა, მართლა. და ესე დაღლილი ვიყავი ამ ფიქრისგან და მაშინ ვთქვი, რომ აი ხა სადმე გავფრინდებოდი და დავისვენებდით. და აი ზუსტად მაგ დროს მოვიფიქრე პროექტი მოგზაურობაზე. აბა, რომელსაც დავარქვით მოგზა 2. თან ეს მოგზა 2 როგორ იწერება უთხრათ მაყურებელს, რა კარგი მოფიქრება, მოგზა და ორიანი. ანუ თუფაკი როგორც არის, ხო ხდები? და boys too many. რატო ვართ ნაკლები, ხო, ჩვენ მაგაზე? ხო, ნუ ესე გავიწყდა, მოკლედ. ხო და ეს იდეა რა გაგვიჩნდა, უბრალოდ თათიას რო გაუჩნდა, მე დავუკავშირდით, შევიხმიანეთ ჩვენს მეგობარ გიორგის, გიორგი პარიზ, გიორგი პარიზ, საკუთრებულად გამოვაცხადოთ. რომელსაც აქვს თავის ტურისტული კომპანია გიორგი პარიზი და შევთავაზეთ ეს ამ პროექტის პარტნიორობა. გიორგი ძალიან მოეწონა, აღფრთოვანებული დარჩა და დაიგეგმა ჩვენი მოგზაურობა პარიზში. ხო, პირველი ეპიზოდები ჩვენი ამ პროექტის იქნება პარიზიდან. მართლაც მე წავიყვანი თამარი პარიზში, დავათვალიერებინე ლუვრი, ვაჩვენე ყველა ღირსშესანიშნაობა. ერთი წამეცა. ანუ შენ წამიყვანე მე პარიზში? ხო, ანუ შენ რატო წამიყვანე? ანუ პარიზში წაგიყვანი, ანუ პარიზი ხო ჩემია, თამარ და ანუ მინდოდა რომ მეჩვენებინე, იმიტომ რომ პარიზი შენია. პარიზი ჩემია, იმიტომ რომ მე რო ჩავედი, თვითონ ეიფელმა მითხრა რომ ჩემი ხარო და ეიფელი ხო პარიზია. პარიზი ეიფელი პარიზი. აი ესეთი რაღაც პატარა კამათები იქნება პარიზის ეპიზოდებში, ძალიან ახალისო, მოკლედ. არ გვინდა ბევრი ლაპარაკი, თათია, მე მგონი და ვუთხრათ მაყურებელს რომ დაიწყოს პირველი ეპიზოდის ყურება. ეხლა გავჩერდით თბილისის გასასვლელთან, ველოდებით თამარს და თქვენთან ერთად მე და თამარი გაჩვენებთ ბევრ საინტერესო ადგილს პარიზში. თამუნაც მოდის. თამარი! და მოკლედ შენი პეტრიჩკა მე მაქვს. ეს მიკროფონი? ხა, ჩაიმაგრე და წავედით. ვაიმე, არ ვიცი, ამასთან ურთიერთობა მაცადე. იცი. რა კაი გაფურჩნული თავია. შენიერი. всё. წავედით? რადგან ქუთაისიდან გქონდა ფრენა, წავედით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისკენ. აი ხა აქ რო ძალიან ცხელა და თბილი ქვეყნიდან მივფრინავთ სიცივეში, იცი? რას ლაპარაკობ? იქ ყოფილა 9-10 გრადუსი. დაიწყება ჩვენი მოგზაურობა პარიზში. ამ ადგილიდან. აი აქედან იწყება მოგზაურობა პარიზში. წავედით. ოი, დაიწყო რეგისტრაცია. არ მგონია ჯერ. ნახე რა მხოლოდ. მე მგონი კარგი დროს მოვედით. მე მგონი რომ ზუსტ დროს მოვედით თამარ. ეხლა დაწყებულია რეგისტრაცია, ჯერ მაინც დიდი რიგი, ასე შეგვიძლია. ბევრი ხალხია ცოტა ხანი დავჭირეთ დავისვენოთ. ფეხები დავასვენოთ, იმიტომ რომ მიშუხდება. დღეს რა გვაქვს დაგეგმილი? პარიზში რა ჩავფრინდებით. დღეს ანასი გავაკეთოთ. მე ვიცი. სენაზე უნდა გავისეირნოთ გემით. ყოფილ ხარ სენაზე გემით? არა. მე გემიც არა მაქვს ნანახი, როგორი არ ვიცი. აი ესეთია გემი. თეთრი. და ბორბლებია? ბორბლები არა, ესეთი სამკუთხედი დამთავრება აქვს, რომ გააპოს წყალი. და მიდის წვეტიანია და წინ მიდის. თავისით არა, მოტორი აქვს. მოტორი რა არის?
მოტორი რა არის? რასაც და ძრავი, რომელიც ღუნებს და გაყავხარ, ზღვაში გაყავხარ და ძალიან მაგარი რაღაცა. მოტორი ძალიან ძვირი ღირს. მაგისი საშუალება ყველას არ აქვს. აი ჩვენ გვაქვს. მე მგონი უნდა წავიდეთ. რა მოტორიც. მე მგონი ზემ დაგვარტყა. წავედით. სიყვარული თავის გამო უზე გვაწერს თავადა თითქმის 5 საათიანი დამღლელი ფრენის შემდეგ არაფრის თავი არ გქონდა და წავედით პირდაპირ სასტუმროსკენ. მშვენიერი კუთხის ნათელი ბინაა. არ უნდა ჩაკეტვა თათია რა. სახლში ესე ვკეტავ. ხო, მაგრამ სახლში ხარ ახლა? თუ პარიზში ვარ ხო. და გამოაძრე, არ გინდა გამოაძრე. სულ ვიჭრები, აი დანი და პარიზი ერთმანეთში სუმერო. მართალია პირველად ხო. წავედით ხო? აქეთ. სად მივდივართ ახლა, ვიცით ჯერ? ხო, ეხლა იცი სად მივდივართ? ეხლა მივდივართ უბანში ჩავდივართ ყავის დასალევად, ანუ პარიზში ვართ. ოღონდ უბანში კონკრეტულად. უბანში ჩავდივართ ყავის დასალევად და კრუასანსაც შევჭამთ ალბათ. მე მქონდა მე-6 სართულზე აქ რა, აპარტამენტი. ანუ მქონდა რას ნიშნავს? ბანკმა დამიყადრა. საკუთრებაში მქონდა. ჩემი იყო მთლიანი სართული და კაი რა. კაი ხო. და რატო რამეს ჩადე თუ რა? ჩავდი დავაიპოთეკე და საცხობი გავაკეთე თონე და წაიას. პარიზში აღარ თონე? ვინა მაგას ამო. ო! რატო გადაწყდა რომ შენია? იმიტომ ჩვენ ვართ ჩამოსულები, თამაღი, თათიე. არა გოგო, სხვისია. არა, თამა. ან ვიღაცამ დატოვა რომ ვისაც უჭირს შეჭამოსო და ხოდა მოდი თამა ერთო თამა მოგწოდეთ. აი ერთი წუთით დავნახე. ეს ორი კრუასანი აქ გაიგესო ჩვენ ჩამოვედით. ამიტომ მეგობრებო მე თქვენს თვალწინ. არა. მე ძალიან უხერხულია. ფაიბა სხვის კრუასანებს ჭამს. თათია. მე აქ მიფიქრია რომ სპეცი იქნება. გასასვლელი საით არის? ეს აი თუ უხერხულია არ მინდა. არ მინდა. არ მინდა. ხოდა კამერა იღებდა იქ და ეხლა რომ აი მოგვადგნე. მე მეგონა რომ მე მეგონა რომ ჩემი იყო. ისე ძალიან სიმშვიდეა და ცოტა რაღაცით მაღიზიარებს, იცი? იმიტომ რომ საქართველოში ხო ძალიან ხმაურს ვართ მიჩვეული. კი, და ეს არ მომწონს. ხო, პარიზი აღარ არის. გაგვატარებენ ისინი. აი ნახე ხილბოსტანი. აბა აქეთ რა ხდება? აი როგორ მიყვარს ჟოლო, მოცვი არ გიყვარს? არა, ეხა ვერ გავრეცხავ ამას, ამიტომ არ გვინდა. ისე რა ფასები ძალიან საინტერესოა, მარწყვი რა ღირს მაგალითად. მარწყვი რა ღირს უკაცრავად? არიციან ქართული? მარწყვი რა ღირს გენაცვალე? აი ჭოპორტის პამიდორი. ესეთი არ არის? არა გოგო, ეს არ ჭოპორტის არის პამიდორი აქ ჩამოდის და მერე მოვაქვთ ჭოპორტში. ჯერ ჩამოდის და მერე ისევ ჭოპორტში მიაქვთ. აბრუნებენ? აბრუნებენ, კი. Do you speak English? No? მაშინ და იყავი? სიბუღლი ჟიმო როგორ არის რა ღირს? არ ვიცი. ვერ ვყიდულობთ ვაშს, არ ვიცით ფრანგული. ფრანგული არ ვიცით, ადამიანმა ინგლისური არ ვიცით. არა და იცოდა. ვერ ვიყიდეთ ზუსტად ვიცი რომ მარწყვი. იცის, მაგრამ არ გელაპარაკება. მარწყვი რა ღირს? უნდა ვიკითხო. ჟიმოპრიძი მარწყვი. ხლა რა აქვთ ამათ. ამიტომ ღ უნდა მარწყვი. ვიცით, შო, ვყიდულობთ მარწყვის. მე მგონი დღეს ძალიან ადრე მოგვიწია უბანში ჩამოსვა და ღია არ არის არაფერი. ყავის დალევა, იმიტომ ყავას ვერ ვსვამთ, იმიტომ რომ დაკეტილია. აი ნახე ალაგებულია მაგიდები. 9 საათზე სამწუხაროდ საფრანგეთში ყავას ვერ დალევ. არა, როგორ ვერ დალევ, მაგრამ ნუ კონკრეტულად აი მაგათ იქ ვხედავ საცხობს, შეგვიძლია მივიდე. საცხობში რა მინდა, კაცო? პური თამარ. ბაგეტი. კი, რატო არა, ბაგეტი და ყავა. დიდი რიგი დგას იქ ნეტარაზია, ჩვენც დავდგეთ. თითო რამდენი ყველია? ყველის რამხელა არჩევანი. ნეტა იმერული ყველი არა აქვთ. იმერული არ არსებულია რო არ გქონდეთ. ნახე აბა ეს არის ობიანი, მაგრამ იმერული ობიანი არ არის. არა, არა. კახური გუდის ყველი არ არის? კაინა. ეს რა მაღაზია? ძალიან ცუდი მაღაზია ყოფილა. კაი, გავარ გვინდა. კაი, გიხესები, გადია. Merci. თათია რისი რიგია, წამოდი აბა. რაღაცა რიგია, ესე იგი კარგი რაღაცა. ესე იგი რიგი რადგან არის? კარგი რაღაცა. ბოლო ვინ არის?
ძალიან დიდ რიგში ვდგავართ. ოღონდ აიყიდება იქ შიგნით მართლა არ ვიცით. განა გვინდა რამე, უბრალოდ გვაინტერესებს რა ხდება. აქ ინტერესია მთავარი, რას გამოვიტანთ იქიდან. ამბობენ კრუასანია და ნახოთ აბა როგორი იქნება. მეტი არ მინდა არ მომეწყობოს. უკან ნახე რამდენი ხალხია. შეხედე პროსტა. გადავიწიოთ გოგონა, გადავიწიოთ. დავაჩქაროთ. დიდი ბრძოლის შედეგად მე მგონი ღირდა. კრუასანებია. Purgure de croissants classiques, ouais, allez faire je te prie et ეს არის იმიანი, რა ქვია, ნუში. მა იმიანი. იმიანი, ნუშიანი და შოკოლადიანი კრუასანი. და ეს ყველაფერი რა დაჭდა? ანუ სამი ჩვეულებრივი კრუასანი, სამი ჩვეულებრივი კლასიკური, სამი შოკოლადით და ნუშით კრუასანი და სამი ლატე. გადავიხადეთ ოპერატორსაც ხო უნდა, რა? გადავიხადეთ 18 евро. ამ ყველაფერში. ანუ საქართველოში 18 ლარი რომ 18 ლარი ერთი ყავა. ერთი ყავა, ну, ჩამოდით ხოლმე საფრანგეთში. დალი ყავა და ვაიმე რა აი საერთოდ სხვანაირი ჰაერია, ჰავა, ევროკავშირის ჰავა არის რაღაცნაირად განსხვავებული. თითქოს თავისუფლად სუნთქავ უფრო, არა? კი, აი თითქოს ძალიან კარგად სუნთქავ და ჟანგბადის. ნახე აი, ფილტვები სხვანაირად იხსნა. ვაიმე ძალიან კაი ყავა და აქაური ჰაერი. ვაიმე რა კაი ძალიან კარგი. ანუ ეხლა ჩვენ მივდივართ პარიზის ტურისტულ ზონაში, ანუ ყველაზე ისეთი ადგილები რაც არის. ყველა რომ მაგის ანახავად ჩამოდის. დავიწყოთ ვოიაჟი. დავიწყოთ. დავედით? წავედი. და აი მოვედით ოპერა გარნიესთან. თამაღი, თუ შეიძლება დაბძანდღი, მე შეწაგიყვან ახლა ლუვრს დაგათვალიერებინებ. სად მივდივართ? ლუვრი უნდა დაგათვალიერებინოთ. თათი არ დამამტვრიო. ამაში გადავიხადე 60,000 евро ჩამომივიდა. ხო, მაგრამ ხო მუშაობს ტურისტები არ არიან? ბოლო კაცი და გავედით. წავედით. გარნიე ოპერასთან ვართ და მივდივართ ლუვრთან. წავედით. წავედით. Ragor, agua. Agua. თუ ეს ხოსი ექსკურსი ვღერავ და პური გავაკეთეთ არა უშა ზაკაი ძალიან კარგი ალბატოს. აიმე რატო ვერ მივდივარ? ბენზინი გათავდა? უკაცრავად ბენზინი გათავდა. არა. მე და droit C'est mon chéri, c'est mon chien de droit. Après de nuit, je dors, revenge de moi, c'est la vie de nuit. À franc, je rouille, oh, c'est mon ruine, je dors. გვაგინებენ? გავჩერდით, ისევ ბენზინი ქალბატონო. ოიცა მოვაწვევი. კაი არ გინდა არ უნდა მოვაწვეთ. მოვაწვევი რა, თუ შეიძლება. გათავდა? მოაწექით. წავედით. თათია ნუ აგიშებს. არა, გათავდა რა და ბოდიში. წავედით. всё. წავიდა. არა რა, ნუ ჩემია პარიზი რა. არა, პარიზი ძალიან ჩემია. არა, შენი მე ვთქვი, ანუ პარიზი ჩემია და აი ანუ რას ნიშნავს? არა, ის რომ ცუდად არ მithქვავს უბრალოდ. ლუვრი. ცუდად არ მithქვავს უბრალოდ პარიზი ჩემია და ეს ქალბატონის დამემოწმება რომ პარიზი ხო ჩემია. სი? ჩემიც არის. Very good vedette, ეგარი. მესამე ბავშვი რომ ეყოლება თქვენ უნდა მომინათლოთ. ქალბატონო თამილა. თამილა და არ ყვა. ვერ მიმახსოვრებ. ვაიმე, აი ძალიან კაია პარიზში ველოსიპედით გივლიათ.
თქვენ რომ ჩამოხვათ მე თბილისში, მე დაგხვდებით. ამ ქალბატონს პატივი უნდა ვცეთ თამარ რაღაცით. რაღაცით უნდა ვცეთ პატივი, ხო? ნეტა რა უყვარს. რა ვიცი, გამოველაპარაკოთ მე კარგად რა. Nice! Nice! Georgia nice! Georgia's გაუმარ! Jos! გაუმარ! Jos! 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 ბენზინი გათავდა თუ აწითელია ისო? მასაჟი. Თან მასაჟი უკეთებს. Thank you. Por favor, je devrais visiter le muséum Pratsotepoli. Sakartvelo. Tamari. Sakartvelo. No? Sakartvelo. Lamazo. Lamazo. Skhava Sakartvelo. Sadari. Bravo! მრავალ სხვა ღირსშესანიშნაობასთან ერთად, რომელიც ლუვრშია, ტურისტების უმრავლესობა მაინც მონა ლიზას სანახავად მიდის. სხვათა შორის მე ვნახე მონა ლიზა და მინდა გითხრათ, რომ ძალიანაც არ იღიმის. რავი. ესე იგი გარნიერ ოპერიდან მოვედით ლუვრში ველოსიპედით. ქალბატონმა თამილამ მოგვიყვანა ჩვენ ყოველ დავაქვით ეს შემთხვევაში სახელი. ჩვენ ასე ვეძახით. ორჯერ ჩაუქრა მანქანა და მივაწექით, მაგრამ მანქანა არა, ველოსიპედია, მაგრამ კი, მაინც მანქანა ბენზინი არის, ო. გაუთავდა. არა, ველოსიპედი. ველოსიპედი. კი, მართლა ცოტა მიჭირს მე. და თვითონ მოვედით განსხვავება. ლუვრთან მოვედით ახლა. ქართველი გოგოებით შევხვდნენ გზაში, გვიცნეს და ძალიან საყვარლები იყვნენ. არა, მე მიცნეს და არა, შენ არა იცი, მე მიცნეს. თამუნაო სახელი მე თქვეს. თამარი ვარ პასპორტში, ანუ და თამარო. თამარ არა, თამუნაო და თამუნა არ არის. თუდად არ გამიგოს, არ მინდა აქაურმა მაცხოვრება, მე მიცნის. არა, აქაური მაცხოვრებელი ვერ გაიგებს კაი, შენას ნუ როგორც ლაპარაკო. არის. კაი, კაი, კაი. ხო. Nani na na ni ni na o ჩვენს გულებში გაქვს ბინაო Nani na na ni ni na o ყველაფერი გაქვს სინაო Nani na na ni ni na o ჩვენს გულებში გაქვს ბინაო Nani na na ni ni na o ყველაფერი გაქვს სინაო Nani na na ni ni na o Nani na ni na ni na o Nani na na ni ni na o Nani na ni na ni na o ლუვრიდან გადავინაცვლოთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან. აი ხა ვყიდულობთ წითელ ბერეტებს. მე აქ თუ ბერეტი არ ვიყიდე, პარიზიდან ისე ვერ წავალ. ბერეტი ჩემია. ბერეტი ძალიან ჩემია. ამ შენი რატოა ჩემია? იმიტომ რომ გამოდი ხა აი როგორც გავიფარო გინდა რავი. და გაჩვენებ რატოა ჩემი. არ არის ჩემი? მოიბაღმებით, ათია, ყველას გვიხდება ბერეტი. ვიყიდოთ. კაი, ხო, კაი. აუ, თათია, შენ მაღალი ხარ, აქ მომიგე. ვერ ვაფარებ. აუ, თეთრიც ყოფილა. წითელი, ჩემი თეთრი შენი. აი ესე გადავწყვიტეთ. ანუ თვითონ ღირს 4 ევრო. ჩვენ ვართ ახლა ტურისტულ ზონაში, შეიძლება სხვაგან უფრო იაფი იყოს, მაგრამ არა, თუ სხვაგან იაფი იქნება, მოვალთ, მოგიბრუნებთ, ხო არ არის პრობლემა, ხო არ გეწყინებათ? არა, არა, არ გვეწყინებაო. მოუბრუნებთ ფულს უკან, მომცემთ და ამას დაგიბრუნებთ. კი ბატონო. საქართველოს გაუმარ? Გამაჩ ჯოს. ჯორს საქართველო. საკათილო всё, მეგობრები ვართ ჩვენ. მე რო ჩამოვალა, კიდე გნახავ, შევხვდებით ერთმანეთს. ბატონო გურამ, კარგად ზანდავთ. შეიძლება? ვის დასცინიან ბიჭო? ბიდრული შარფი გააქვთ? დოლგარმონის ხმა ისმის. აი ეს არის თამარ ნამდვილი რიონი. ჩამოედინება იქიდან. რაჭიდან. არა, სენა. ანუ არ არის რიონი? პარიზში ხოლმე, თათია. არის ჩამოვიდი. პარიზში ვარ და იცხო ხედავ. ეს ყოფილა ნაპოლეონის ხიდი. აი, ხუმრობის გარეშე, ხა მართლა ვამბობ. კი. ისე ვახუშტის ხის გავს რაღაცით ერთ მონაკვეთში. იცი რა, ვახუშტის ხიდი უფრო დიდია. საცურაო კოსტიუმი უნდა ჩაგვიგდო თამარ 1-2. აი რას ვნანობ. აი, ხო, გადავხტებოდი გასურავდით, აქედან. გადავხტებოდით. არა უშო. აუ როგორი კიდე რაღაც დავდედი. წყალუხვია, ხო, ეს სენა? და მაგის მერე დაარქვეს უხვი. 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 უხვი ქვია მეორე სახელი. აქ არის ბოქლომები, რომელიც უნდა შეაბა და რაღაც სურვილი ჩაიფიქრო. ნახე რამდენი ბოქლომია. რა შვებით ათ? ჩავიფიქრე. ჩაიფიქრე ხო. უკვე? რატო უნდა გითხრა, არ გეტყვი? არ გვეტყვი? არა, ხო, იმიტომ რომ იყოს, შეიძლება არ ამისრულდეს რო გითხრა.
არა, ცუდად კი არ გამიგო, რასაც არა, გეუბნები. ნუ ეხა თუ არ გინდა რომ ითხრა, კარი არა, უმეთქვა. ხო რა ვიცი ეხლა არა, შეიძლება კი არ მეწყინა, მაგრამ არა, გეწყინა ეხლა ისე შემომხედე რომ გესხინა. ხო, მაგრამ მეგობრები ვართ და არა, კი, მაგრამ შეიძლება თვალი მეცეს, არ ვიცი. არ ვიცი. არა, ცუდად არ გამიგო, აღარ თამაღი. მინდა ეხა. თამაღი. ეხა უნდა შევიდეთ ნოტრდამში, იმიტომ რომ კვაზიმოდო გველოდება სამრეკლოზე. დამირეკა რომ თათიაო თუ გაქვს საშუალება ბერეტი რომ მომიტანო, მივცემ და გამოვალ დამელოდით. დიდი რიგია, მაგრამ უთხარი რომ მივცემ და მოვდივართ, ხო? აი, კვაზიმოდო რეკავს. ნახე? გველოდება. ამოდიო, თათიაო. როგორ არ მოერგო? არ მოერგო. არა და ეს სიზომა უნდოდა და ხო, მაგრამ გაიზარდა იმის მერე, ეგ უნდა და ბავშვობაში. მაგარი, მე ხო ჩემი გავაკეთე არა. არაუშავ. აი, ჩემბენს აქ რა უნდა? ეხლა არაფერი არ უთხრა, გეხვეწები რა. უჩემოდ წამოვიდე. არ უთხრა ეხლა არაფერი. არა, გოგო, არ არიან ჩემები. შენი არ არის? არა. ამდენი ხანია დავდივართ და ეიფელი ჯერ კიდევ არ გვინახავს. ეს თანხმობის მოედანია, პარიზის ცენტრალური მოედანი, რადგან ქალაქის უამრავი ღირსშესანიშნაობა ამ მოედნის გარშემოა, ბევრი ტურისტი პარიზის დათვალიერებას ამ მოედნიდან იწყებს. ეხლა ვარ ჩანზელიზეზე. ჩვენგან მარჯვნივ არის ტრიუმფალური თაღი, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ რომ წავიდეთ მარცხნივ, იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი, ძალიან მაგარი მაღაზია, ბრენდული. წავედით. მოდიო, თამუნა. ფოტო გადავიღათო? ეხა ფული უნდა, თუ რა უნდა? გიგა, ნახე მეუბნება, რომ მოდიო და ფული გადაიღეს. შეიძლება მოეწონე. ფოტო გადაიღეო და თან ფულს გხოვს და მე მგონი მატყუებს, ხო? არ გვინდა, არა, რა თმინდა, ეხა მოვიდეს და თვითონ გადაიღოს ჩემთან ფოტო. მე რატომ უნდა მივიდე? მართალია. სახალხო არტისტი. მართალია. მე სახალხო არტისტი ვარ. ეგ ოქროსფერი კაცი. ეგ ოქროსფერი კაცია. აბა, აქ მივიდეთ კარტიესთან. რა ხდება? რას უყურებ თათი? ეს ახლა ხო ბიჟუტერიაა. უეჭველი. ხო, კარტიაში ახლა არ იქნება ბრილიანტი. არა, არ გვინდა ეს წავედით. კაი, არ მოგწონს, წავედით. აი დიორი, გარედან ხო ლამაზია, მაგრამ თითქოს მატყუებს. ბერვენდოვი. თან ისეთი ფასები აქვთ, დასწაული. არა და თბილისში ყრია ესეთი რაღაცეები. რაკეტილია. რაც აქედან ჩანს, ეს არის Dolce & Gabbana, Prada, Chanel, Versace. ნუ ერთი შეხედვით რაც ჩანს. ძალიან ბევრია. ეხა შევალთ, დავათვალიერებთ. და რაც მომიხდება, იმის მიხედვით ვიყიდით გეტყვით. და გამოვალ. ვიყიდით არა, ვიყიდი. ვიყიდ. რატომ მე ვერ ვიყიდი? გოგო, შენ ვერ ირგებს სათვალეს, ანუ თუ კი ანუ შენ ირგებს სათვალეს და მე ვერ ვირგებ სათვალეს? არა, მე ხლა რაღაც სხვანაირი სახე მაქვს აი თვითონ. როგორი? სხვანაირი როგორი სახე გაქვს? კაი. მოდი მე პრადას ვნახავ. ძალიან კარგი. კაია? მიხდება? არა. არა. მე პრადა ძალიან მიყვარს. არა? არა. არა. კარგია ხო ეს? ანუ შენ არაფერი არ მოგწონს, ხო? მე რასაც არა ხო, ვიკეთებ. არაფერი არ მომწონს შენზე მიდი. არა, ეს ძალიან პატარაა, ვიწროა. არა, არც ეგ არ გიხდება. არა. მოიცადე მე გეტყვი რაც მოგიხდება. არა, არ გიხდება არც ეგ. აბა ეს გაიკეთე. შენია. ეს ძალიან ჩემია. მოდი ეს ავიღოთ Dolce & Gabbana. აი, რა ღირს აბა? ეს ვათვალე სულ რაღაც 242 евро. მე რამდენიანი მიჭირავს, იცი? 440 евро ღირს ეს სათვალე. ეგ მე მომეცი. არა, შენ იაფიანი და მოგიხდება. ეს შენაირი. არა, ვერა. იცი რა არის? განა არ მომეწონა. უბრალოდ თვითონ მინა იყო იცი რა? უბრალო. ამდენი არ უნდა ღირდეს. არა, არ ღირს. 400 евро. 400 евро, ხო. აერე. რუტა.
დესერტი, კრემიესი ჟიტყვი არ გვინდა, კრემიესი ნოქიოტელეტი. ლეტი? No, კრემეისო ლელე ბრასერიტი, ეს არის ანუ კრემის და შოკოლადის შეკავსიო. კრემ ბრულევი ედ ვანილიე, ვანილი ვიცანი. ვანილი არ გვინდა. კრემა. And შაურმე, არა, გოგო, შაურმა საკრაო უნდა. ვიცი, არ არის აქ შაურმა. არა. უკაცრავთ. ეს არის ლუი ვიტონის სასტუმრო, რომელიც 1 წელია რაც შენდება. ხო და ჩემოდნის ფორმა რატოა? განსხვავებულია თამარ. და ერთი წამი რა მაინტერესებს, თუ სასტუმროა. სასტუმროს ფანჯარა არ უნდა კონდეს? აქვს შიგნიდან ანუ შიგნიდან ჩანს და გარედან ვითომ არ არის ფანჯრები. შენ ვერ ხედავ მაგ სათვალის თორე ისე შიგნიდან იხსნება. არა, ისე საინტერესო არქიტექტურაა. მე ამ სასტუმროში უნდა მეცხოვრო. შემდეგ ჩამოსვლა ჯერ არ არის დასრულებული. ხომ ჩემს გამოსრულებენ თამარ. ხო და შემდეგ ჩამოსვლაზე ვჩერდებით აი აქ ჩემოდანში. შანზელიზეზე. ჩერდებით არა, ვჩერდები. ჩერდები რა, ანუ მე ვჩერდები? არა, ვჩერდები. შენ, აბა? ხო, არა, ცუდად არ გაიგო, რასაც გეუბნო, ჩერდები. ეს პატარა კაფე ჟოია შანზელიზეზე, სადაც დასაქმებული არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. თამარ, შოკოლადის თუ უბრალოდ ჯემით? მე ვფიქრობ შოკოლადით ჭამოთ თათია. შოკოლადი არ არის. არის შოკოლადი უხდება. არა? ანაკ სვანელი შოკოლადია. დიეტური. არის სხვადასხვა ფასები ამ კრეპების. ჩვეულებრივი შაქრით მხოლოდ კრეპი ღირს 6 და 50. ჯემი დღის 7 ევრო, შოკოლადით 7 ევრო. ჩვენ ჭამოთ და შაქრის პუდრით 6 და 50 ევრო. აჰა. Vous avez quel âge? J'ai 21 ans. აი ხა დავიწყებთ კრეპის ჭამას შოკოლადიანის. აბა როგორია ვნახოთ. და რეალურად გეტყვით ღირს თუ არა ეს 7 ევრო. იცი როგორია? ძალიან ტკბილი არ არის და ამიტომ მე მომწონს, იმიტომ რომ მე ძალიან ტკბილი არ მე მიყვარს. ვერ გავიგე ჯერ, ამიტომ მეორე კიდე გავსიჯა. ხა, კიდე ვერ გავიგე. არა, გოგო, კაია. არა, ხო, მე მაგრამ ვერ ძალიან გავიგე. მოდი მე ვიტყვი ჩემს აზრს. თვითონ კრეპი ძალიან კარგია, მაგრამ შოკოლადი ისე რა. ანუ 5 ევრო ღირს. აუ არა, კაია. მაინც შვიდს მისცემდი? აქედან რომ ჩავდივარ, მე ვიწყებ დიეტას. ეხა ვართ გემზე, სცენაზე უნდა გავისეირნოთ, წრე უნდა დავარტყათ. ძალიან ბევრ სილამაზეს ნახავო გვითხრეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს. ცივა მაგრად. რამდენი გრადუსი იქნება ახლა? არ ვიცი, დღეს იყო 10 გრადუსი, ნუ მე რომ ნახე. ეხა იქნება თან 6-7. აი ვირწევით ცოტა. ხო, შეიძლება ნაკლები, იმიტომ რომ თან სცენაზე ვართ და უფრო ცივა. 1 საათი მოგვიწევს ზუსტად ამ სიცივეში. ხო. სასიამოვნოდ მოგზაურობა. დინარე სენაზე მხოლოდ პარიზში 37 ხიდია. თბილისში მტკვარზე მე რაც დავთვალეთ 11. არა, რაოდენობაში კი გვაჯობეს, მაგრამ მშრალი ხიდი არც ერთი არა აქვთ. ყველა სველია. Parole, parole, parole. Je te trouve quoi? Parole, parole, parole. Alors je t'aime trop et puis aussi. Parole, parole. Pourquoi tu fais chier? Allez, fais-moi voir. Parole, vai me matsades სიმღერა რა მოგივიდა გოგო. დღეს დასრულდა ჩვენი დამღლელი პარიზული ვოიაჟის პირველი ნაწილი.